ტელეკომპანია იმედისათვის ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფულით. ეს არ არის დანაშაულის ნიშანი. ეს არის სამართლიანობის აღდგენა იმედთან დაკავშირებით და გიგი უგულავა ბუნებრივია დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ და გიგი უგულავამ ისტორიული სამართლიანობა აღადგინა პატარკაციშვილების ოჯახის მიმართ. როგორ აღადგინა გიგი უგულავა? გიგი უგულავას ქმედებაში, რომელზედაც ასეთი მოწმისაგან როგორიც არის ჯოზეფ კიდე, რასაც ვისმენთ საზოგადოება, ჩემთვის იმედის დაბრუნების მცდელობა პატარკაციშვილების ოჯახის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც როგორც მივხვდი გიგი უგულავას დანაშაული იკვეთება, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დანაშაული, მდგომარეობს იმაში, რომ მან პატარკაციშვილების ოჯახს მაქსიმალურად შეუწყო ხელი იმაში, რომ მათ დაებრუნებინათ ტელეიმედი სამართლიან ფლობელს. ერთი წუთით ჩაგეკითხებით, გიგი უგულავა, ერთი წუთით ელისო გავარკვიოთ, თქვენი ინფორმაციით გიგი უგულავა იყო პროცესში ჩართული, რომ ჯოზეფ კეის თუ ვისაც ჰქონდა ბოლოს ტელეკომპანია იმედი, მისი ხელიდან პატარკაციშვილების ხელში გადასულიყო ტელეკომპანია? არა, მე ვხედავ იმას, რასაც აჩვენებენ ტელევიზიით და მესმის დანაშაულის შემადგენლობა, რომელიც წაუყენეს, რომელიც ასე ჟღერს. გიგი უგულავა ჩართული იყო პროცესში, რომლის თანახმადაც პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა ტელევიზია, გადაეცარა. დიახ, ესე ჟღერს ეს. გიგი უგულავას იმ 10 მილიონთან დაკავშირებით 2008 წელს ედავებიან 2008 წელს პატარკაციშვილების ოჯახს არ დაუბრუნეს იმედი, მაშინ სხვა ადამიანის ხელში აღმოჩნდა ტელევიზია. გიორგი არველაძის დიახ და მასზე გადააფორმეს 45% აქციების. და გიორგი არველაძე ვერ ხსნიდა შემდეგ რა თანხად შეისყიდა საერთოდ არ იცოდა ეს აქციები და რატომ წაართვით ქალბატონო რუსლან ან რატომ დაუბრუნეთ. მე თქვენ არ ვიცი რამდენად გაქვთ სამართლებრივი განათლება, მე 4 წელი ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამედიცინო განათლება მაქვს მხოლოდ. ტელეკომპანიის წართმევა და დაბრუნება მაპატიეთ რა. ეს ახლა რასაც თქვენ ბრძანებთ, მე არ მინდა შეურაცხყოფა მოგეყენოთ ნამდვილად, მაგრამ ეს არის ქურდული მენტალიტეტი, რომ წართვა და დაუბრუნა. ან რატომ დაუბრუნეთ? აქ ძალიან დიდი განსხვავება. ჯერ ერთი წართმევას რაც შეეხება გიგი უგულავას. არა, წართმევაში მონაწილეობა არ მიუღია და არ წაუბრუნებია. დაბრუნებაში მიიღო გიგი უგულავამ რაც ვარმევთ კიდევ ერთხელ თქვენ გაქვთ სამართლებრივი განათლება. მე გითხარით, უნდა დაებრუნებინა სასამართლოს. ბრალდებიდან იკვეთება. ეს ჩემთვის მანამდე ცნობილი არ იყო ბრალდება, რომელსაც მთელი საზოგადოება ჩემთან ერთად უსმენს, მდგომარეობს იმაში, რომ გიგი უგულავამ ჯოზეფ კეის, ხო ამაში მდგომარეობს, რამდენადაც მე მესმის. ჯოზეფ კეის მოლაპარაკების საფუძველზე გამოართვეს იმედის ტელევიზიის აქციები და მისი ხელშეწყობით საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ ძალიან კარგად, რომ დაუბრუნდა სამართლიან მემკვიდრეს.